იქნა ძალაში 2024 წლისათვის M1 და M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამრეწველო დაბინძურების კონტროლისა და რისკების მართვის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს 2023 წლის ივნისის ბოლოს მიიღო კანონი სამრეწველო ემისიების შესახებ, რომელიც თანდათანობით, ესე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში 2026 წლიდან უნდა მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, რეგულაციები ამოქმედდეს და პრინციპში ჩვენ ეს სამივე მიმართულება, ესე იგი საამშენებლო, სამრეწველო და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ემისიები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალურად განვიხილოთ არა მარტო ვთქვათ დაბინძურების, ესე ვთქვათ, კონტექსტში ატმოსფერული ჰაერის, არამედ სათბურის ეფექტის და საერთოდ გლობალური დათბობის პროცესში უნდა განვიხილოთ ეს პრობლემა. რამე თუ ძალიან ბევრი რამ იდენტური არის, მაგალითად და ესე ვთქვათ, ამოცანები და პრობლემები მნიშვნელოვანწილად არის ერთობლივად გადასაწყვეტი. გამიგეთ, მაგალითად იგივე სათბურის ეფექტის რა ქმნის სათბურის ეფექტს? ნახშირორჟანგი, წყლის ორთქლი, მეთანი, აზოტის ჟანგი, ქლორფტორნახშირწყალბადები. ახლა ტროპოსფეროში ესენი მუშაობენ როგორც სათბურის ეფექტის გამომწვევი აირები, გამიგეთ, მაგრამ ისინი არ ჩერდებიან ტროპოსფეროში და ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნიან სტრატოსფეროში, ხო? ოზონის ფართან მიმართებით. ქლორი ძალიან სერიოზული კატალიზატორი არის. ერთ ატომს 100,000 ოზონის მოლეკულის დაშლა შეუძლია. და ჰალოგენებისა და ნახშირბადის სხვადასხვა შენაერთები. გამიგეთ, აი წარმოიდგინეთ ტროპოსფეროში საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის და მე შემიძლია მოგახსენოთ, რომ თვითონ აზოტის ჟანგეულები, იგივე გოგირდის ორჟანგი ძალიან მნიშვნელოვანწილად სერიოზულ პრობლემას ქმნის, ხო? ჩვენ ვიცით მჟავა-ნალექების შესახებ, იგივე ისინი ტროპოსფეროში რეაგირებენ წყალბადის რადიკალთან და წყლის ორთქლთან და ქმნიან შესაბამის მჟავეებს, ხო? და თქვენ წარმოიდგინეთ თუ რა ზემოქმედებას ახდენენ ისინი შესაბამისად ცოცხალ ორგანიზმებზე, შემდეგ უკვე ნალექის სახით, როდესაც ვიბრუნდებიან. მათი გავლენა ძალიან საზიანოა და ამ დროს რა ხვედრითი წილი მიუძღვის იგივე, ესე ვთქვათ, სამრეწველო ობიექტებს, რა სერიოზული ზემოქმედება შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საკმაოდ სერიოზული, ესე ვთქვათ, ყურადღება გვმართებს იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ეხლა წარმოვიდგინოთ ჩვენ, რომ ძალიან ხშირად ვამბობთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებები მართლაც სერიოზულ პრობლემას ქმნიან, ხო? მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ელექტროტრანსპორტი უფრო და უფრო იკიდებს ფეხს, მიუხედავად ამისა, ჩვენ უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან დაბინძურების პრობლემას კვლავ, ესე ვთქვათ, პრიორიტეტად შეიძლება იქნას გამოყოფილი და საკმაოდ სერიოზულ, ესე ვთქვათ, მისი გადაჭრა სერიოზულ ამოცანას წარმოადგენს. კლა, ხშირად აი საზოგადოება, ისინი ვინც ჩვენ გვისმენენ და მე საუბრისას მომისმენია, რომ კაცო, აი გაგვაგებინეთ საბოლოო ჯამში რა პრობლემა შეიძლება მოიტანოს ამათ, ხო? და რა პრობლემას ქმნის და რასთანაა ეს ყველაფერი? აი რატომ ვერ გვარდება ეს საქმე, გამიგეთ? ეხლა ყველამ ვიცით, რომ თეორიულად ბენზინის იდეალური წვით უნდა მივიღოთ ნაერთი, რომელიც შედგება ნახშირორჟანგის, წყლის ორთქლის, აირისებრი აზოტისაგან შესაბამისად. გარდა ამისა, ავტომობილის ძრავაში გამომუშავებული გამონაბოლქვი აგრეთვე შეიცავს
ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ნახშირწყალბადი, აზოტის ჟანგეულები, ნახშირჟანგი, აი ხუთავ გაზზე რომ ვსაუბრობთ ჩვენ ხშირად და საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის. და რეალურად ამისათვის არის კატალიტიკური გარდამქმნელები და შესაბამისად კატალიზურ კონვერტორებს რასაც ეძახიან. და შესაბამისად ესენი დღევანდელ დღეს იმის მაგივრად რომ აი იმ ყოველწლიურ სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებაზე იქნას ძალიან მკაცრად მოთხოვნილი. ეხლა წარმოიდგინეთ მე რომ ხას უსვამ ამ გამონათქვამს. მკაცრად ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ხვალვე მოვთხოვოთ. წარმოიდგინეთ საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება არის ავტოსატრანსპორტო ფლობელებს, მაგრამ რაღაც გარკვეული მოქმედებათა გეგმა უნდა არსებობდეს. ამასთან დაკავშირებით რომ საზოგადოება ავტოფლობელები როგორ შეძლონ და თავიანთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან კი არ მოხსნან და ჩააბარონ და რაღაცა ორი კაპიკი აიღონ, ესე ვთქვათ, აი ამ კატალიტიკური გარდაქმნელებიდან. რამე თუ ეხლა მე თქვენ მოგახსენებთ თუ რატო ხდება ამის ესე ვთქვათ, ესე კომერციალიზაცია კატალიტიკური გარდაქმნელების და ამ ყველა აბარებს და რაღაცა ორ კაპიკს ღებულობს. საუბედუროდ სოციალურ ქსელებში ეხლა კიდე წავაწყდით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნივთიერებების, საკმაოდ ძვირად ღირებული ნივთიერებების გატანა აკრძალული აქვს სახელმწიფოს, ესე იგი რაღაც ხრელებით მაინც ახერხებენ, იმიტომ რომ იბარებს აი ამ კატალიტიკურ გარდაქმნელებს უფრო მეტიც ისეთ სერვისს თავაზობს, აი ბაზარმა უცებ დაარეგულირა, გამიგეთ? შესაბამისად მოგიხსნითო და ჩავიბარებთ კიდევაცო, გამიგეთ? აი ესეთი მოთხოვნებია. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია იგივე აი ეს ამ ბაზრის ესეთი მოთხოვნა ხო, რაღაც გარკვეულწილად წავაშველოთ, რაღაც გარკვეული რეგულაციები და პირიქით საზოგადოებას კატალიტიკური გარდაქმნელების აუცილებლობაზე და მათ ესე ვთქვათ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა მოვახდინოთ და აქეთკენ მივმართოთ საზოგადოება, გამიგეთ? ფაქტიურად საუბედუროდ ის რაც თქვენ ქალბატონო ნინო ბრძანეთ რომ ზედამხედველობის სამსახურს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი დაევალა რომ ჯერ აი ვიზუალურად ეხლა ისე არ გაგვიგონ რომ ვიღაცა მართლა ვიზუალურად უბრალოდ აკვირდებიან და შესაბამისად აჩერებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და მერე ზომავენ, ხო? მაგრამ აი გამონაბოლქვი რომელსაც გააჩნია, ანუ შეხედავენ ალბათ, ხო? ანუ რაღაც წეს უნდა ეკვემდებარებოდეს ეს ყველაფერი. ეხლა ფაქტია რომ რაც არ უნდა კონტროლი დავაწესოთ, თუ კი ჩვენ გვინდა რომ აი იმ სტანდარტებს, ნორმებს ჩვენი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი დაეკვემდებაროს, საჭირო არის კატალიტიკური გარდაქმნელები. ანუ ის თანამედროვე სამსაფეხურიანი კატალიტიკური გარდაქმნელები, რომლებიც ფაქტიურად უზრუნველყოფენ აი იმ ნივთიერების განსაკუთრებით აზოტის ჟანგეულების, ნახშირჟანგის, ხუთავი აირის და ნახშირწყალბადების გარდაქმნა, ჯერ აღდგენას გარკვეულწილად, მაგალითად იგივე აზოტის ორჟანგის და შესაბამისად ესე ვთქვათ, ამის შესაძლებლობა კატალიტიკურ გარდაქმნელებში არსებობს. პირველი ეტაპი ეს არის აღდგენითი კატალიზატორი, ანუ ირიდიუმისა და პლატინის თხელი ფენის ესე ვთქვათ გავლით მცირდება აზოტის ჟანგეულების რაოდენობა, კარგი კატალიზატორია, გამიგეთ, აი ეს ორი ნივთიერება და საკმაოდ ძვირად ღირებული ნივთიერებებია მოგეხსენებათ. და შესაბამისად მეორე ეტაპი ეს არის დამჟანგავი კატალიზატორი, ამცირებს ნახშირჟანგის და დაუწვავი, ესე იგი აი ნახშირჟანგის კონცენტრაციას, შედის ესე ვთქვათ CO დაუწველ ჟანგბადთან რეაქციაში და წარმოიქმნება ნახშირორჟანგი. ანუ აი დაჟანგვის პროვოცირებას, ანუ კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს ჩემო ბატონო პლატინისა და პალადიუმის ესე ვთქვათ
ნადნობი აი ამ შემთხვევაში, რითაც დაფარული არის ეს მეორე საფეხურია და მესამე საფეხური, მესამე ეტაპი, ესე ვთქვათ, ესე შეიძლება განვიხილოთ, ეს არის მართვის სისტემა, რომელიც აკონტროლებს გამონაბოლქვის ნაკადს, იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს საწვავის გაფრქვევის სისტემის მართვა. გამიგეთ, აი ლამდა ზონდზე რომ საუბრობენ და მოგვიკრია ალბათ ყურე ამასთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ საუბედუროდ, იმდენად დიდია ეს პრობლემა მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, კონკრეტულად მხედველობაში მაქვს აზოტის ჟანგეულების, რომ აი დღის წესრიგში დადგა, რომ იქნებ 50%-მდე შემცირდეს, ესე ვთქვათ, გამონაბოლქვი და ეს მიღწეული იქნა აი ამ აზოტის ჟანგეულებთან დაკავშირებით და თანამედროვე ავტოსატრანსპორტო საშუალებები უკვე აღჭურვილი არის აირების ცირკულირების სისტემით, გამიგეთ? და აი ამასაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. ეხლა მე შევეცადე, რომ ძალიან მოკლედ მოკლე იმაში უბრალოდ მინდა რომ ხაზი გაუსვას ბატონო აკაკი, რომ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ახლა საუბრობთ მარტო დაბინძურების ნაწილზე, რეალურად და სათბური ეფექტთან დაკავშირებით და ზოგადად იმ აერებთან. ჩვენ საუბრობთ შემდგომ გადაცემაზე, ავტოსატრანსპორტო არის დაბინძურების ნაწილი. ხო, მესმის, მაგრამ ეს ორივეზე მოქმედებს და თქვენ წარმოგიდგენთ, სმოგის ელემენტარულად არის ნივთიერებები, რომელზედაც ეხლა მე თქვენ გითხარით, ხო? ესენი სმოგწარმოქმნელი არიან. კი, და ამავე დროს არის მჟავენალეკების წარმოქმნელიც, ამავე აი სტრატოსფეროში მიმდინარეობს, ანუ ატმოსფეროს აი პირველ ქვედა ფენაში ჩვენ ჯერ არ ვსაუბრობთ რაღაც თქვათ იგივე სტრატოპაუზაზე და სტრატოსფეროზე და შესაბამისად ტროპოპაუზამდედაც არ ავდივართ, ხო? შესაბამისად ჩვენ დაბინძურებას როდესაც ვსაუბრობთ, აქ უნდა ვიცოდეთ, რომ რომელი ნივთიერება რა პრობლემას წარმოშობს. აქედან გამომდინარე, ახლა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ აზოტის ჟანგეულების პრობლემა არის, რა თქმა უნდა პრობლემაა და ეს პრობლემა მრავალმხრივია. არა მარტო ის, რომ სმოგის, ესე ვთქვათ, ელემენტს წარმოადგენს, არამედ საკმაოდ სერიოზულ ჟავანალექებს, ესე ვთქვათ, წარმოქმნას ზემოქმედო. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარი არის კატალიტიკურ გარდაქმნელებზე, სწორედ ამიტომაც ახსენი, რომ რა აღადგენს, რა ჟანგავს და როგორი არის პროცესი და საზოგადოებისთვის საუბრობთ. აი საზოგადოებისთვის საუბრობ კალბატონო ნინო ზუსტად რა, რომ საზოგადოება უკვე 20 წელია ამ პრობლემის წინაშე ვდგევართ და რეალურად საზოგადოებას კაციშვილი არ ეუბნება იმას, რომ მაგალითად იგივე თვითონ როდესაც ის საწვავს ასხამს ავტოგასამართ სადგურებში, ხო? და დღევანდელ დღეს კრუასანებს და ბუტერბროდებს და იმას ჰამბურგერებს რო პირდებიან ბონუსის სახით, ხო? ამის მაგივრად შესაძლებელი არის ეს თანხა იქნას სწორედ აი ამ კატალიტიკური გარდაქმნელების შესაცვლელად ჩადებული და რაღაც ფონდი შეიქმნას და შეიკრიბოს ეს თანხა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას თუ ნერგავთ 7-ვე ესე ვთქვათ სპეცნარჩენზე, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ის გამონატყორცნი, ის მავნე ნივთიერებები, რომელზედაც ეხლა მე თქვენ მოგახსენეთ, ხო? შესაბამისად საჭიროებს რეგულაციას და საჭიროებს ესე ვთქვათ საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ეს და გადაჭრა საჭიროება, ხო? რატომ არ შეიძლება ვთქვათ დაუგროვდეს შესაბამის ბარათზე ავტომფლობელს იმ რეალიზაციიდან, რომელსაც ესა თუ ის გასამართი სადგური საწვავთან დაკავშირებით ახორციელებს და შესაბამისად ის ბონუსი, რაც გამოყენებული არის, თქვათ სხვა დანიშნულებით, იქნას გამოყენებული კატალიტიკური გარდაქმნელების შესაძენად და შესაბამისად მათ გამართულ მდგომარეობაში გქონდეთ აირების ცირკულაციის სისტემები. ეს ცალკე ესე ვთქვათ თემა არის, ხო? და შესაბამისად ეს ფაქტიურად ამის მოთხოვნა და ამის კონტროლი ხდებოდეს ყოველწლიურ სავალდებულო გზისთვის ვარგისიანობის ესე ვთქვათ შემოწმებაზე, ხო? ანუ გარკვეული ეკონომიკური მექანიზმი ჩაითვალოს იმისთვის, რომ
თვითონ სატრანსპორტო საშუალების ფლობელს კონდეს გარკვეული ინტერესი, რომ იმან დააყენოს კატალიზატორი. რა თქმა უნდა, აი მაგალითად 2 წელიწადში, 2 წლის განმავლობაში დღეს გვაქვს რა პრობლემა? კატალიზატორები, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ დააყენოს, მაგრამ გაბინდა, ანუ გამოსვლა მისი მიწიდან რაღაცა პერიოდის შემდეგ აუცილებელია მისი გამოცვლა. ყველაზე პრობლემური რა არის, იცით ხალბატონი, რომ რა თქმა უნდა ის გამოცვლის ეს რო ღირდეს, ვთქვათ 50 ან 100 ლარი, ხო? არა, ეს ძვირადღირებული, მე შეგნებულად გავუსვი ამ ძვირადღირებულია და ირიდიუმის ესე ვთქვათ დადომებს, იმიტომ რომ სწორედ იმის მაგივრად რომ რეალურად შევინარჩუნოთ ექსპლუატაცია, მოვახდინოთ სწორი აი ამ კატალიტიკური გარდაქმნელების, ხო? ხსნის ავტოფლობელი აბარებს და რაღაც ორ კაპიკს ღებულობს იქედან. და მას არ უჭირს გადაადგილება ამ შემთხვევაში. ხო და არ უჭირს გადაადგილება ამ შემთხვევაში. ეხლა კიდევ ვიმეორებ, რაც არ უნდა კონტროლი გზაზე განახორციელონ, კიდე გეუბნებით, ეს არის წყლის ნახვა, თავის მოტყულება. საჭირო არის კატალიტიკური გარდაქმნელები იყოს, ესე ვთქვათ, მწყობში ფუნქციონირებდეს, მის მოვალეობას ასრულებდეს და ამავე დროს კიდევ თანამედროვე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რომ ცირკულირების სისტემები იყოს გამართული. აი ამ შემთხვევაში დიახ, ეს უნდა მოვვითხოვოთ ტექნიკური დათვალიერების კონტექსტში. რაც შეეხება იმას, რომ ეხლა დღესვე რომ მივარდნენ ხალხთან და არიქა დღესვე შეძელია ამის ისაო, რა ქვია, შეცვლაო $600 და ზოგი უფრო მეცაც აღწევს ღირებულება, არა, ესე არ გამოვა. ამიტომ აი ეს ფონდი, რადგან მე მოგახსენებ და შესაბამისად დაგროვებას რომ შევძლოთ, გამიგე ბონუსების სახით. მაინც კეთდება ესა, ხო? და სულ სხვა რაღაც დანიშნულებით არის ეს ბონუსი განსაზღვრული. რეალურად ეს გადასაწყვეტია, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ესა, გამიგე, თუ გვინდა ნამდვილად აი ამ პრობლემის გადაჭრა. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ უნდა დაველოდოთ, რამდენ თვითონ ბაზარი უზრუნველყოფს იმას, რომ ელექტროავტო სატრანსპორტო საშუალებები უფრო მეტად მოიკიდებენ ფეხს და შესაბამისად აი პრობლემაც გადაიჭრება, ჩაქრება ერთი სეკუნდით რა. მაგის გარდა არის მეორე მიმართულება, ამასთან დაკავშირებით, რომ გამონაბოლქვი იყოს შემცირებული სატრანსპორტო საშუალებებიდან, არის ის, რაც თქვენ უკვე ახსენეთ, ელექტრომობილები ეს ერთი და მეორე საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც აგრეთვე არის გეგმაში. და მიღებულია ბევრი რამ, მათ შორის გოგირდის ამოღება არის უზრუნველყოფილი, გოგირდი თითქმის აღარ არის ახალ ტიპის საწვავებში და რეალურად ეს დაბინძურებაც თითქოს მოხსნილია, მაგრამ ბოლომდე არ არის მოხსნილი, იმიტომ რომ აზოტის ჟანგეულებთან მიმართებით საკმაოდ სერიოზული პრობლემა. აზოტის ჟანგეულები გვჩება და არის ძალიან მძიმე პრობლემა ამ ეტაპზე. ყველაზე მთავარი ამ სიტუაციაში ისევ და ისევ არის ის, რომ კი საკანონმდებლო ბაზა თითქოს გვაქვს, მაგრამ ის ეფექტურობა, რომელიც უნდა მოგვცეს ამ საკანონმდებლო ბაზამ, ჯერჯერობით არ არის. დიახ, აბსოლუტურად. მოდი ვთქვათ ესე, რომ მონიტორინგის სისტემა თითქოს გვაქვს, მაგრამ ბოლომდე გაშლილი არ აქვს. ინფორმაციას, როცა მე მეკითხებიან, რომ რატომ არ არის ჩხოროწყუში ან ონში დაყენებული სადგური, რომელიც ზომავს რაღაცა ფონურად, ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ არ არის. არ არსებობს ეს დანადგარი, რომელიც შეიძლება რომ ატმოსფერული ჰაერი გაიზომოს თავისი გამონაბოლქვებთან დაკავშირებით. კი, საწარმოების ემისიასთან დაკავშირებით რეგულაცია მიღებულია, მაგრამ სრულად ამოქმედებული არ არის. ანუ ამასაც ჭირდება თავისი მონიტორინგი და თავისი აღსრულება ბოლომდე, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბოლომდე ჯერჯერობით ამის აღსრულება არ ხდება. მეცაც გეტყვით, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა ატმოსფერული შესახებ კანონში ჩაწერილი, რომ უძრავი დაბინძურებიდან მაგალითად ის, რასაც ქვია კარმა, არ უნდა ყოფილიყო დაჯარიმებული, ასე ვთქვათ, მოსახლეობისთვის და ეს ამორიცხულია მოსახლეობის დასაჯარიმებლად, იმიტომ რომ ისეც ფაქტიურად შიდა
შიდა წვის პროცესია, ხო, რეალურად და ის აბინძურებს. მაგრამ იყო რეკომენდაცია და გაცემულია რეკომენდაცია, რომ აუცილებელია ცენტრალიზებული გათბობების არსებობა იმისთვის, რომ არ იყოს ესეთი ინდივიდუალური გათბობების საშუალება, რომელიც აგრეთვე აბინძურებს ჰაერს. და მე მინდა დაუბრუნდე ერთ ისტორიულ მონაკვეთს, რომელიც მე-16 საუკუნეში დააფიქსირა ინგლისმა, როცა პირველად შექმნა გარემოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინსპექცია, სამეფო ინსპექცია მე-16 საუკუნეში, რომ ეკონტროლებიათ, როგორ იწვება ბუხრებში ქვანახშირი. ეს იყო პირველი გამოვლინება გარემოს დაცვითი საქმიანობის, როცა დაიწყეს კონტროლი ლონდონში, როგორ არ უნდა გააფქვიონ ჰაერში დიდი რაოდენობის მასის ჭვარტლი და როგორ უნდა შემცირდეს და ამისთვის შექმნეს სამეფო ინსპექცია. დღესდღეობით სამეფო ინსპექციები ბევრგან არა გვაქვს, ინგლისში ისევ სამეფო ინსპექციაა, რომელიც ამას აკონტროლებს, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს შესაბამისი სტრუქტურები და შესაბამისი, ასე ვთქვათ, რგოლები, რომელიც ამას აკონტროლებენ და აფიქსირებენ. სამწუხაროდ ბოლომდე გაშლილი ეს სისტემა, რასაც ქვია მონიტორინგის სისტემა, თავისი ინსპექტირებით, ბოლომდე, რა თქმა უნდა, არ არის საქართველოში და ამიტომაც გვითითებენ, თუ არ მეშლება, ბატონო გიორგი, თქვენთან მაქვს შეკითხვა, თუ არ მეშლება გაფართოების ანგარიში ზუსტად ეს გვიწერია, რომ აღსრულების მექანიზმი. მოგესალმებით, ბატონო ნინო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ თემაზე შეხვედრის მოწვევისთვის, რომ საზოგადოებრივი გუშაგი უთმობს ამ საკითხს დროსა და ყურადღებას. ბოლო დღეებში, ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს იყო განსაკუთრებით აქტუალური თემა რუსთავში არსებული დაბინძურებიდან გამომდინარე. ბოლო კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა და იყო ხმაური ფაქტობრივად ჩვენს მედია სივრცეში და საზოგადოებაშიც. და მართალ ვგზავნებთ, რომ გაფართოების ანგარიშიც ჰაერის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხს უკავია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. აქ ერთი მხრივ ჩვენ ასე ვთქვათ არის რეკომენდაცია, რომ გაგრძელდეს საკანონმდებლო დონეზე ასე ვთქვათ მუშაობა და მეორე ბუნებრივია ეს არის რა თქმა უნდა მონიტორინგის ასე ვთქვათ სისტემის გამართვა და მისი ფუნქციონირება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ახლა წარმოვადგენთ დღეს ხო საზოგადოებრივ ორგანიზაციას, საქართველოს მწვავეთა მოძრაობას, ეს ფორმატიც არის საზოგადოებრივი გუშაგის ასე ვთქვათ ფორმატი, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და არა მხოლოდ სახელმწიფოზე გავაკეთოთ რაღაცა ისრების მითითება და სახელმწიფოს მიმართ ასე ვთქვათ მოთხოვნა, არამედ საზოგადოებას უნდა გქონდეს მოთხოვნა უპირველესობისა და უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ მათ შორის თვითკრიტიკულები ჩვენი თავის მიმართაც. იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა არის ჩვენზეც, თითოეულ მოქალაქეზე, ხო, იგივე, როდესაც ვსაუბრობთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებაზე. ძალიან ასე ვთქვათ, დიდი პრობლემაა ეს განსაკუთრებით ურბანულ სივრცეებში შეინიშნება, ხო, ეს პრობლემა დიდ ქალაქებში, მათ შორის ჩვენს დედაქალაქში თბილისში, როდესაც ხარს მოხს ვაფიქსირებთ, ისედაც გძნობთ ყოველდღიურად, რომ ატმოსფერული ჰაერი არ არის მაინც და მაინც ისეთი კარგი ხარისხის და ეს პირდაპირ ახდენს ხო ჩვენს ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ზეგავლენას და მერე ეს ვლინდება სხვადასხვა სიმსივნური დაავადებებითა და სხვადასხვა გართულებებით, ხო, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. პირველ რიგში ჩვენ უნდა შევეცადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, ასე ვთქვათ, განცდა გქონდეს, ხო? ნაკლებად გამოვიყენოთ მაგალითად ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელიც არსებობს ჩვენი ოჯახების პირად საკუთრებაში. მოდით ახლა ვიყოთ გულწრფელები და პირდაპირ ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენს კოლეგებთანაც, რა ვიცი, ნათესავებთან სამეზობლოში შეგვინიშნავს, რომ ხანდახან აი ამ ოჯახის ან პირად ავტომობილს ადამიანი იყენებს იმისთვის, რომ ელემენტარული ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადავიდეს, უბანში. ხო შეიძლება რომ ნაცვლად ამისა ჩვენ ფეხით ვიაროთ. მეტი ვიაროთ ფეხით და ამის მაგალითები შევქმნათ. კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში დღეს არ არის იდეალური და არც იდეალურთან მიახლოებული და ძალიან დიდი პრობლემებია, მაგრამ ვეცადოთ რაღაცა ალტერნატიულად უფრო ხშირად გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ხო, ის ტრანსპორტის სისტემა ახლა დღეს მეტნაკლებად არის უკეთესი, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ხო, დღესაც მაგალითად
კიდევ დაემატა 18 მეტრიანი ახალი ავტობუსები. ეს კიდე ცალკე უნდა შეფასდეს. ახლა ეს ახალი სატრანსპორტო ავტობუსები, რომელიც ქალაქში შემოდის და შემოსულია, როგორ გავლენასახდეს, ხო, რა განსხვავებაა, მაგალითად, აი ამ ავტობუსების გამონაბობს და ზეგავლენას შორის და იმას შორის, რაც თქვათ იყო ეს ყვითელი ავტობუსები, ხო, როგორი ზეგავლენა ამავდროულად მოუწოდოთ თვითმმართველობას შემოიყვანოს ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც მაგალითად ელექტროენერგიაზე ვთქვათ იმუშავებს, ხო, მთლიანად. გასაგებია, რომ თბილისის რელიეფი არის რთული ველოსიპედისთვის. არა გვაქვს ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ხო, ველობილიკები, რომელზეც გადაადგილება შეუძლებთ, მაგრამ იმ ქალაქებში, სადაც და იმ დასახლებებში, სადაც ამის საშუალება არსებობს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ხო, კონკრეტის დაბლობი არ არის ახლა რთული იმდენად რელიეფი, პირიქით იდეალურია ფოთი, ზუგდიდი, სხვადასხვა ქალაქები, სადაც შეიძლება ველოტრანსპორტით, ასე ვთქვათ, მოძრაობა განვითარდეს და აქაც იყოს გამოყენებული, ხო? აქ მაინც გამოვიყენოთ, ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ესე ახლოს ინტენსიურად ვიმუშაოთ ჩვენ, ასე ვთქვათ, მოსახლეობას, მოქალაქეებს და ერთად გავაცნობიეროთ, რომ თუ ჩვენივე თავიდან არ გადავდით ნაბიჯები, ხო? და არ შევუწყეთ ხელი ამ პროცესს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ჰაერის დაბინძურებასთან გამკლავება, ამ პრობლემასთან გამკლავება. ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ახლა წელს მაგალითად ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში რამდენჯერმე მომიხდა ბათუმში ჩასვლა. და იყო ორი ვარიანტი, ხო, ან მატარებელი გამოიყენო, ან გამოიყენო კიდე ავტობუსი. მატარებლის გამოყენება და ალბათ ახლა შეიძლება გვისმენენ კიდე საქართველოს სოფლიოს წარმომადგენლები, იმდენად არაკომფორტული იყო. ერთია რომ დრო ჭირდება უფრო მეტი 6-7 საათი. მეორე ძალიან მინიმალური საკითხი და პრაქტიკული საკითხია. სავარძელი რომ რბილი იყოს მატარებელში, მაგალითად, ყველა შესაძლებელი. საუბარი მაქვს იმ ახალ მატარებელზე, ორსართულიან მატარებელზე, რომელიც შვეიცარიული წარმოებისაა და ჩამოსულია. ეკონომ კლასში, ხო შეიძლება იყოს რაღაცა რბილი სავარძელი, რომ თავი ადამიანმა იგრძნოს კომფორტულად და ნაცვლად ავტობუსისა აიჩოს მატარებელი, რომელსაც არ აქვს გამონაკლისი. გამდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად იმდენად დისკომფორტულია თბილისიდან ბათუმში მატარებლით გამგზავრება, ჩვენ გვიხდებოდა ახლა ჩვენ ჯგუფს ავტობუსის გამოყენება. და რომელსაც აქვს შედარებით მეტი გამონაბოლქვი. ახლა მიიღეს ახალი რეგულაციები, როგორც ისეთ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმართულებით და ასე ვთქვათ, იზღუდება იგივე ეს მიკროავტობუსების, ეგრეთ წოდებული მარშრუტების გამოყენება, ავტობუსებით ხდება ამისი ჩანაცვლება დიდ დისტანციაზე შედარებით. შეფასება უნდა მოხდეს მათ შორის აი ამ ავტობუსების ასე ვთქვათ მდგომარეობის. ეგ დათვალიერება არ უნდა იყოს რაღაცა სიმბოლური, რაღაცა რუტინა, რომ იქ სადღაც ის მოვნიშნოთ რაღაცა რომ გავატარეთ და რაღაცა თავი მოვიტყუოთ, ხო? პირველ რიგში ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ სრული ასე ვთქვათ შესაბამისი პროტოკოლის და რეგულაციების დაცვით და რეალურად მოხდეს ეგ დათვალიერება, შემოწმება და შეფასება ჩვენი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ხო? ანუ იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენზე, მოქმედებს ჩვენი ოჯახის წევრებზე, მოქმედებს ჩვენს მეგობრებზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს საზოგადოებაზე. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბიზნესმაც გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც დიდმა ბიზნესმა, ისე საშუალო და მცირე ბიზნესმა. საუბარია როგორც დიდ მეტალურგიულ ასე ვთქვათ საწარმოებზე, იგივე რუსთავზე, იგივე ზესტაფონზე, ხო? და საუბედუროდ აი ამ გაფართოების ანგარიში, რომელზეც თქვენ მკითხეთ ქალბატონო, რუსთავი არის ერთადერთი ქალაქი, რა ვიცი, შეუძლიათ იამაყო ჭრალებში სამის მაცხოვრებლობა, რომელიც მოხდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში. პირდაპირ წერია ქალაქი რუსთავი, რომელიც არის საკმაოდ საგანგებო მდგომარეობაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და პირდაპირ ჩაიწერა რუსთავი. ზესტაფონის საწარმოს ჰქონდა ბოლო წლებში იცის პრობლემები, რაღაცა პერიოდი წარმოება შეჩერებული იყო და იქ ისე მკაფიოდ ეს წავით არ დადგა ბოლო წელს ეს პროცესი, თუმცა ზესტაფონზეც ანალოგიურია. ბიზნესმაც უნდა იგრძნოს სოციალური პასუხისმგებლობა. დიდმა საწარმოებმაც იქნება ეს მეტალურგიის, ცემენტის თუ ასე შემდეგ, თუ ღია კარიერით ასე ვთქვათ მოპოვების, ვინც მოიპოვებს სხვადასხვა ასე ვთქვათ წიაღისეულს, ღია კარიერის ტიპით და ასევე იმ ასე ვთქვათ ბიზნესმა, იმ საშუალო მცირე ბიზნესმა, რომელსაც უწოდებთ ეგრეთ წოდებულ დეველოპერებს, რომლებიც აშენებენ სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს, ახალ სახლებს, სხვადასხვა სასტუმროებს, რომ მინიმუმ გარკვეული ასე ვთქვათ ღონისძიებები მიიღო, ხო, არსებობს გარკვეული დადეები, გარკვეული სხვადასხვა საშუალებები, რომელიც შეამცირებს სულ მცირე ტურის გაფრთხილებას ჰაერში.
და ამას მე მგონი ძალიან კარგად ვუძნავთ ჩვენს ქალაქებში თბილისშიც, კარგად იცნობა ეს ბათუმშიც. არის ძალიან ბევრი მშენებლობა, ეს კარგია, ჭირდება, უნდა განვითარდეთ, მაგრამ უნდა იგრძნოს ბიზნესმენმა იმ ასე ვთქვათ კომპანიის მფლობელმა, რომელიც ამ ობიექტებს აშენებს, თავისი წელი პასუხისმგებლობა და მიიღოს მინიმალური ზომები, მინიმალური, აქ არ არის ხა ძალიან მაღალ მოთხოვნებზე ჯერჯერობით ხო საუბარი, ეტაპობრივად უნდა წავიდეთ, მინიმალური ზომები იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ასე ვთქვათ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს კიდევ ერთხელ ჩვენს ასე ვთქვათ ჯანმრთელობაზე. რაც მე არის პირდაპირ პროპორციული იმისა, რომ ჩვენ ჯანდაცვაზე ვიწევს ასე ვთქვათ უფრო მეტი ხარჯის გარება. ვიწევს უფრო ხშირად მივმართოთ ექიმს, ვიწევს მერე უფრო მეტი მედიკამენტი შევეძინოთ და ასე შემდეგ. ასე რომ ერთი მხრივ კი ქართველები მესმის და მოგესმოდა ჩვენი ახლა საზოგადოება რა მდგომარეობაშიც სოციალური მდგომარეობით, სოციალური ეკონომიკური მდგომარეობა არის ძალიან რთული. ყველა ფიქრობს რომ გააკეთოს დანახარჯი, ხო, რაღაცა ნაკლები გადაიხადოს იგივე ინსპექტირების დროს, სხვადასხვა დროს, თუმცა არ ვიხდით ამ დროს ნაკლებს. თუ ჩვენ ვცდილობთ ამზოგოთ ეს თანხები, მერე გვიწევს ამ თანხების გადახდა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ისე. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამას სწორად შევხედოთ, ხშირად ვისაუბროთ ამაზე და ხშირი ასე ვთქვათ პირდაპირ დიალოგი გქონდეს ჩვენს მოქალაქეებთან. ჩვენი ოჯახის წევრებიდან დავიწყოთ, ჩვენი მეგობრებიდან, ნათესავებიდან და ერთობლივად ეს უნდა გავიაზროთ, იმიტომ რომ მხოლოდ ის რომ სახელმწიფოს მოთხოვოთ მხოლოდ მონიტორინგის სისტემის რაღაცა გამართვა, გაძლიერება, ეს ჭირდება, აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიგრძნოთ პირადი პასუხისმგებლობაც, ბიზნესმა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა და ყველა აქტორმა იგრძნოს პასუხისმგებლობა და მიმოქმედოთ ერთიანად. დიდი მადლობა გიორგი ესეთი შესვლისთვის, იმიტომ რომ მართლაც ყველა ადამიანის პასუხისმგებლობაა პირველ რიგში და მოდით მარტივ მაგალითს მოვიყვან, როცა უცებ ჰაერი გაიწმინდა თბილისის თავზე. ეს იყო ლოკდაუნი კოვიდთან დაკავშირებით 2 თვეში ჩვენ აღარ გქონდა სმოგი ქალაქზე. თუმცა გარემოსდამცველები ამბობდნენ, რომ ორჯერ მეტზე გაიზრდება შემდგომ და პლანეტამ თითქოს ამოისუნთქა მთელმა დედამიწამ და უცებ ისევ გაჩნდა სმოგი თითქმის ყველგან. ამიტომ ამას ვფიქრობ, რომ ამას განსაკუთრებული ზომები უნდა სახელმწიფოს მხრიდან ერთი, მაგრამ ადამიანის თვითონ ქცევიდანაც აუცილებელი პირობაა ეს, რომ ვისწავლოთ. მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს იმოძრაოს რკინიგზით, რომ არიაროს მანქანით, მაგრამ მართლაც კომფორტი ბოლომდე მოწესრიგებული ამ ნაწილში არ არის. და მნიშვნელოვანია, რომ ორი ფაქტორი არსებობს ატმოსფერული ჰაერთან, ესე ვთქვათ, უკეთეს მდგომარეობაში. ერთ-ერთი არის მუნიციპალური ტრანსპორტის და ქალაქთა შორისი ტრანსპორტის განვითარება, რომ ინდივიდუალური მანქანები ნაკლები იყოს მოხმარებაში. აი ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი იმისთვის, რომ შევამციროთ და ზოგადად ხა ჯერ ადრეა საქართველოსთვის ალბათ ლაპარაკი, რომ ჩვენ წიაღისეულის საწვავს უცებ ამოვიღებთ ხმარებიდან. ამას კიდე წლები დაჭირდება. თუმცა არის მოსაზრება, რომ რატომ არ შეიძლება გადავიდეს სხვა საწვავზე ელექტრო და ამას წინათ საქართველოში წყალბადის გამოყენებაზეც იყო საუბარი, როგორც ენერგიის წყაროზე. ეს ერთ-ერთი თემებია. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ჯერჯერობით გავჩერდეთ დღევანდელი გუშაგით და პრაქტიკულად ვუსურვოთ საქართველოს, რომ ყველა გეგმა, რომელსაც ჩვენ წერთ, განხორციელებადი იყოს პირველ რიგში. ერთი მოკლე კომენტარი, რეალური კომენტარი მინდა გავაკეთო. ძალიან კარგი რამთქვა გიორგი, რა თქმა უნდა, ყველა ვფიქრობთ ამაში, ხოლმე ყველა სხვისთვის ვფიქრობთ და არა თვითონ ამის გაკეთებას ნაკლებად ცდილობს ადამიანი. ჩვენ ვართ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ მიმბაძველი ერი და მიმბაძველი ხალხი და თუ დაინახავს ჩვეულებრივი მოსახლეობა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს მაღალჩინოსნები, მაშინ ეს მაგალითი იქნება მათთვის, რომ ასე მოიქცნენ.
ეს კარგი ჩართვა აქვს ალბათონთან ამბულად გესაგებ. მუდმივად ტრანსპორტით დავდივარ და ფეხით. იცით რა, ერთი მეც მინდა 2-20 სიტყვა მოგახსენოთ. ძალიან რა თქმა უნდა, საზოგადოების თვითშეგნება რომ საჭიროა და ჩვენ ყველანი უნდა ესე ვთქვათ ვიყოთ ცოტა უფრო სხვაგვარად მოაზროვნენი, ფაქტია რომ საჭიროა, მაგრამ იცით რა, ჯერ კიდე ავტოსატრანსპორტო საშუალება ჩემო კარგებო არის საწარმოო საშუალება. ანუ ის ადამიანი, როდესაც არა მარტო იმისათვის, რომ გიორგი აბსოლუტურად გეთანხმები თქვენს ესე ვთქვათ აი ამ ანალიზში, მაგრამ საუბედუროდ დღევანდელ დღეს, როდესაც საუბარი არის 1,900,000 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენება გარკვეულწილად, როგორც საწარმოო საშუალება, გამიგეთ, ანუ ის კაცი იმით რაღაც გარკვეულ საქმიანობას ანხორციელებს. ამიტომ ესე რომ თლად შევძლოთ და მის ესე ვთქვათ საზოგადოების თვითშეგნებაზე ვილაპარაკოთ, ხშირად ეს შეიძლება გათავისებული აქვს იმ ადამიანს, გამიგეთ, მაგრამ რეალურად ამის შესაძლებლობა არ აქვს, არ აძლევს მისი სოციალური მდგომარეობა, მისი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ის არ გამოიყენოს ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, გამიგეთ, რაშია საქმე. ამიტომ ძირითადი აქცენტი მაინც მნიშვნელოვანწილად არის სახელმწიფოს მიერ განსასაზღვრელი იმისათვის, რომ ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც უნდა იქნას და შესაბამისად ხელშეწყობა არა ისე რომ თქვათ ვიზუალურად გამონაბოლქვით თუ დააფიქსირა ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გააჩეროს, როცა ყინავს გამონაბოლქვი ყველა ვარიანტში ხებელობებაში იქნება, გამიგეთ, და შესაბამისად შეიძლება იქ სულ არ იყოს ის დამაბინძურებელი ნივთიერებები, ესე იგი აჩერებს იმ ადამიანს, ხო? და ამოწმებს. ამ დროს ესე არ უნდა ხდებოდეს, არის კიდევ ძალიან ბევრი სხვა საშუალება, მივხვდით რაშია საქმე. აი გამოსავალი არის ერთში, რომ აი ეს კატალიტიკური გარდამქმნელები არსებობდეს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საწვავზე, ანუ იგივე დიზელის საწვავზე, იგივე ბენზინზე მუშაობენ, ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ ელექტრომობილებს რაც შეიძლება უფრო მეც შემოვიყვანთ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ესე ვთქვათ, მის რაოდენობას გავზდით და ბუნებრივია, რომ შემდეგ შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს, ხო? და შეიძლება კი აუცილებლად გამოსწორდეს. ამიტომ საზოგადოებას რა თქმა უნდა რომ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ და შევახსენოთ, რომ ეს აუცილებელი არის თუ და რომ ჯანსაღგარემოში ცხოვრობდეს, მაგრამ სახელმწიფო უნდა მიაქციოს პირველ რიგში ყურადღება სათანადო სხვილმა ბიზნესმენებმა შესაბამისად იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გასამართის სადგურები ან ბენზინის და დიზელის საწვავს და ბუნებრივ არის რომ უკეთებენ რეალიზებას, ხო? აი მათზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირველ რიგში საწვავის ხარისხით და მეორე ის რაც მე თქვენ მოგახსენეთ. როგორ დავაგროვოთ თანხები ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კატალიტიკური გარდაქმნილებისათვის. დიდი მადლობა, მაგას კიდე უნდა დავუმატო ერთი რამ, ესე იგი სამი რაღაცა განაპირობებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას სატრანსპორტო საშუალებებით, ეს არის საწვავის ხარისხი, ეს არის გამართული მანქანა თავისი კატალიზატორით და პლუს გამართული გამტარიანობა ქუჩების. რომელიც თუ არ არის და თუ შენ მუდმივად ხარ ერთ ადგილას გაჩერებული, იქაც გარკვეული რეგულაციები უნდა შემოვიდეს და სამწუხაროდ სახელმწიფო პრეროგატივა აუცილებლობა არის, რომ ყველგან უნდა იყოს გამტარიანობა შეფასებული სატრანსპორტო მარშრუტების. და კიდევ ერთი, არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტა არის პანაცეა და აუცილებლად სწორია. ვიცით, რომ არსებობს სკეპტიკოსების მოსაზრება ელექტრომობილებთან დაკავშირებით, მაგალითად აკუმულატორების თემა, რომელიც მოგვარებადია, უბრალოდ მას სჭირდება აგრეთვე სახელმწიფო მიდგომა. დიდი მადლობა ყველას. მადლობა. მადლობა.